რომ რითი ამოვიღო ზედაზე ფესვები მომაწოდე. მოდი, ზედაზე ფესვები რითი ამოვიღო, აი მორყეული მაქვს, რითი არ შეახსენოთ არავინ. უნდა შეახსენოს, არც არავინ იცის. ანუ რა ქვია მაგას? ხისტის. ანუ ხისტისებური მაშა, ვიწრო წაგრძელებული. თან მიახლოებული. თანხმდებია, რა ქვია მაგ მაშას? სამისი ხო ეს კველი. ბაიონეტი, ანუ სხვაგვარად უნივერსალური უნივერსალური მაშა, მაგითი ვიღებ, მომეცი, ანუ ამითი ფეს ამოვიღებ, ხო სწორია? აი შევიტან და ამოვიღე. კიდე რითი ამოვიღო ამის გარდა? სხვაც მომაწოდე. რა ქვია მაგას? პირდაპირ, ანუ ესეც ნახეთ, ამით შემიძლია, გინდა ამით, რომელი ფესვიც არ უნდა იყოს. გასაგებია? ეხლა ბავშვებო, ერთფესვიანი თუა კვილი, გასაგებია, მაგრამ თუ კვილი არის მრავალფესვიანი და მოვიდა ადამიანი, ან თქვენ ჩაგიტყდათ გვირგვინი, რაზეც იჭვი მაქვს, რომ აუცილებლად მოახერხებთ, მაშინ რა ვქნათ, ერთფესვიანი გავიგე, მაგრამ ზედა ყბაზე პირველი მეორე მოლარი რამდენ ფესვიანია? პირველი მეორე, არ ვიცი ჩამოყალიბდით რომ რამდენია? სამიანი. ორი საით არის? ორი გარეთ ერთი შიგნით, სწორი, ორი ლოყისკენ გაქვს, ერთი სასკენ, ანუ სამფესვიანია. სიბრძნის კბილზე არ ვიძახი, ეს შეიძლება ბავშვებო ერთფესვიანიც იყოს, ორი შეიძლება შეტყუბებული იყოს და ერთი იყოს სამი, ანუ პირველ მეორე მოლარი არის სამფესვიანი. ქვედა ყბაზე პირველ მეორე მოლარი რამდენ ფესვიანია? ორი. წინა უკანა მიმართულებით, ანუ ორი ფესვი. აი, როდესაც ორი ფესვი გაქვს, აი ამ კბილის ამოსაღები, ან პირველ მეორე მოლარზე ფესვები გაქვს, ანუ სამი ფესვია, ეს, კაი, თქვათ, სცადე, არავინ არ გიშლის, შევიტანე ელევატორი, თქვათ და ვიწყებ მორყევას. ძალიან რთულია, იშვიათად რომ მოარყიო. ამიტომ რას ვაკეთებ? ავიღებ გვალთავიან ბორს, ჯერ გავთიშე, აი, პირდაპირ, გავთიშე ბორით, გვალთავიანი ბორი, რომ ეს სივრცე მქონდეს, რომ ინსტრუმენტი ხო უნდა შევიტანო. შემდეგ ბიფურკაციაში, ანუ სადაც ფესვები რა შვება? იყოფა. გვალთავიანი ბორით გავხსნი და ამ ფესვებს ცალ-ცალკე რას ვიზავ? მოვარყევ და ამოვიღებ. ოღონდ ყველა ერთად არ მოვარყიო და ელოდო, გამოვარდეთ შეიძლება გეუბნებით. ანუ მოვარყიე, თქვათ, ერთი ფესვი, ამოვიღე, მერე მეორეს მოვარყე, თუ ყველა ერთად რომ მოვარყიო, სანამ შენ იმ ფესვს რაღაცას უკეთ. უცებ არ გადასცეს ადამიანს. ანუ ერთი მოვარყიე, ამოვიღე, მეორე და მესამე. ანუ ყოველთვის სასურველია, კი რა, უნდა გაყო ბიფურკაციაში, ტრიფურკაციაში. გასაგებია? გინდა ქვედა იყოს ორფესვიანი და თითო ფესს ესე მარტივად მოვარყევ და ამოიღებ, ვიდრე სამივეს ერთად. ძნელად იყრება ძალიან. ეს გავიგეთ. სხვათა შორის ადრე იყო ბორმანკით რას იყენებდნენ? მე თქვენ ინსტრუმენტები როცა გასწავლეთ, ეს ხო ძირითადებია. დამხმარე რა არის? გასპატორი კიდე, პინცეტი კიდე, ნემს დამჭერი, კიდე საკერავი მასალა, მაკრატერი, ეს ყველა დამხმარია. ბორმანკანა დამხმარია ჩვენთვის. რა თქო რა ჩაქუჩი და სატეხი. აი სატეხი, ასეთი წვრილებიც არის, ეს რასპატორს განახი. არის უფრო ფართე ეს თავი აქვს. და ადრე სანამ ბორმანქანას იხმარდნენ, იცით რითი ყოფდნენ ამ ბიფურკაციაში? აი ამ სატეხს ჩადევდი ბიფურკაციაში და ის ხის ჩაქუჩია და ფრთხილად. აი ესეთი ფრთხილი მოძრაობით ხდებოდა მისი დარტყმა ამ სატეხზე ამ ჩაქუჩის და გაყოფა აი ამ ფესვების. შეგიძლია ეხლაც იხმარო, მაგრამ მეტი დრო უნდა, ზუსტად ზომიერი და სიფრთხილე უნდა, მაგრამ შეიძლება მურჩი მოტეხო. ძალით კი არ უნდა, გარკვეული ძალა სჭირდება, თანაზომიერი, მაგრამ ეხლა რა არის, დისკომფორტია პაციენტისთვის, კი არ ტყივა, ანესთეზია აქვს, მაგრამ ეს ბავშვებო ესე რომ უტყავდი, იწვევს ვიბრაციას სხეულში რა. მიხვდი? ეხლა გესიამოვნება აქ რომ სატეხი და ჩაქუჩია და ტანში რომ ვიბრაცია გაქვს, უბრალოდ დისკომფორტია. თორე ანესთეზია კარგი რო გაქვს გაკეთებული, არ უნდა ტყიოდეს, მაგრამ დისკომფორტია და ამიტომ რატო უნდა იწვალო? თუნდაც და დისკომფორტი, როცა ბორმანქანით შეგიძლია ეს გაყო. გავიგეთ? სხვათა შორის ბავშვებო, ტურბო ბორმანქანები როა და რაღაცა ამას თუ ხმარობ, ჩვენ ფაქტიურად ავხმარობ დაბალი ვოლტაჟის
ბორმანქანას ხმარობთ ის მთლიანად აი სწრაფად იცის უცებ ძვალზე ავხმარობ ძვალს აგიღებს ძალიან სწრაფად ან ძალიან ფრთხილად უნდა იმუშაო თუ იმ ბორმანქანით გინდა რომ ფესვები გაყო მიხვდით სისწრაფე სიჩქარე ამპერები დიდი აქვს ამიტომ უცებ გახსნის იმ ბიფურკაციას გასაგებია ეს თემა კარგი კონდეს ქვედაზე ამოსაღები თქვათ და თუნდაც მისი ფესვი გვირგვინი მოგიტყდა რითი მოარყევ რითი იღებ და არყევ ყველას გეკითხებით ეხლა აქ ნუ დამაბერებთ ნუ პასუხეთ პირდაპირი მაშით მართალია აი მაშით მაშა ესა ელევატორით ისე ეს რისია რომელიც ყბის ზედაპირს მაგრამ ქვედა ყბაზე თუნდაც გვირგვინიანი კვილი ან მისი ფესვი რითი ვარყევ მართალია ზედაცია მაგრამ ფაქტიურად ამას სულ ვიყენებ რაზე ქვედა სიბრძნის კბილზე ან მის ფესვზე კიდე რას ვიყენებ ამ კბილზე ერთი ეს არის კიდე მოდი ამა მომიძებნე მისი ინსტრუმენტი მოსარკევად ხო ამოსაღებად კბილის ან ფესვის მერვე სიბრძნის კბილი ქვედა აქ დამიწყო ყველა დამიწყო ეს მარცხენა მარჯვენა სიბრძნის კბილზე მაქვს მე ლაპარაკი ქვედაზეა ან მის ფესვი ის არის ის ნომერად არის უი იქეთ ყოფილა იგრინდა და ზოგადად ისეც ახლა გვირგვინიცა აქ და ჯერ შეიძლება სხვა რამით მოვსინოთ რას ეძებ ისე მითხარი ზეპირად სიტყვით რას ეძებ ჰორიზონტალურ სიტყვაში მოხრილ მასში სწორია მოძებნე ის არის დადე აი ისინი ამოაწყო გვერდითები ეგ არის ქვედა სიბრძნის კბილზე ვერ ამოიღებ მაგით ანუ ეს სამი ინსტრუმენტია ესე იგი გადააწყვე და დაასახელე ხიშტისებური ანუ ლეკრუზე ელევატორი პირდაპირი დიახ და ჰორიზონტალურ სიტყვაში მხრივი მაშა სწორად ეს სამი ინსტრუმენტი რისთვის გჭირდება რა რო ამოიღო მერვე კბილის რომელი ზედა ქვედა მერვე ანუ კბილის სიბრძნის კბილის ამოსაღებად ან ფესვის მისი ეხლა ეს როდის იხმარ ამას კაი ამას როდის ხმარობ როცა გვირგვინი აქვს აი ესეთ თუ გვირგვინი ჩატეხილია მაშინ ამ შემთხვევაში პირდაპირი ელევატორი კაი გვირგვინიანი ფესვზე ცალკე ეს არ იხმარება ბავშვებო თუ სიბრძნის კბილი ჩაგიტყდა ან მარტო ფესვებია აი ამითი უნდა ეცადო რომ მოარყიო მიხვდით მაგრამ ესეც გვირგვინიანზე გამოიყენება რა შემთხვევაში აი იმ შემთხვევაში თუ წინა მოლარები ორივე მოლარი გვექნება რა შემჭირდება ეს წინა მოლარები შეიძლება ანუ ამის პრინციპი რა არის რის ხარჯზე არყევს რას ეყრდნობა ეგ მოლარებს რომელ მოლარებს არა რომელ მოლარს ეს არის მეორე მოლარი მეორეს ეგ მოათავსე სწორად ჯერ მაინტერესებს ამას აქვს ორნაირი ზედაპირი სამუშაო როგორ უნდა მოათავსოთ ამანახე საით უნდა იყოს ბრტყელი და საით გამობერილი ეგ მაინტერესებს მაგით ვკითხებ აი ეს გამობერილი ეს ბრტყელი საით უნდა იყოს კაი ეგ მითხარ ბრტყელი საით მერვე კბილის ანუ რომლის რა გინდა რომლის ამოღებაც გვინდა გინდა მიდი მოათავსე დაიჭირი ანუ ეს ბრტყელი უნდა იყოს აქეთ დაიწყე მოყევა ვთქვათ ნახე ეს რას ებჯინება რაზე ახდენ წინა მეორეს ანუ რა შეიძლება მოხდეს ამიტომ რა გჭირდება მორყევა და წინ რა უნდა გქონდეს პირველი მოლარი ანუ ეს ლეკრუზე მხოლოდ ამ შემთხვევაში იხმარ სამივე მოლარი თუ გაქვს თუ ეს არა გაქვს მოიყევა ეს ნახე ჩადე ნახე დაიწყე მორყევა აი ამას მოარყევ თუ ეს გაქვს პირველი და მეორე არა გაქვს მაგას აზრი იმიტომ არა აქვს რომ ეს თვითონ მეორე მოლარს თუ არ ეყრდნობა ძალას არ ავითარებს მიხვდი დაიხსომე დაანცნილია ამის დამახსოვრება გაიგეთ ყველამ
გასაგებია. და ეხლა აქ თუ ფესვი არის, საწყდა არის, რა ვიცი, მაშინ პირდაპირ ელევატორს ხმარობ. მიუხედავად იმისა, რომ ეს არის ზედაყბის ინსტრუმენტი. ქვედა ყბაზე მერვე კბილზე ფართოდ იყენებენ. ფართოდ რაც გახიცი თითქმის ყოველთვის. გასაგებია? ეხლა მაინტერესებს მაშინ აქ ვინმე რამე ვერ გაიგო